აი ეხლა უცბად ისეთი გაელვება მქონდა, რომ არ გაგიზია რომ შეიძლება დავიბრიდო. სულ მაინტერესებდა, ანუ კი ყველამ ვიცით რომ ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ დღეს იყო უკეთესი ვიდრე ხარ გუშინ. და ხვალ იყო იმაზე უკეთესი ვიდრე ხარ დღეს. მაგრამ გასაგებია ამბობ ამას, მაგრამ როგორ უნდა იყოს? სულ მეგონა რომ ან რავი, მეტი მოქმედება უნდა გამეკეთებინა ამისთვის, მაგალითად თუ დღეს გავაკეთე ნახევარსაათიანი ვარჯიში, იმისთვის რომ ხვალ უკეთესი გავხდე, გავაკეთო 35 წუთიანი ვარჯიში. არა, ეგრე არ ყოფილა, საერთოდ. ანუ არ არის ეგრე, არ მუშაობს. მეგონა რომ იმისთვის რომ უკეთესი ვიყო ბიზნესში, დღეს თუ გავაკეთე 10 ზარი, ხვალ რომ უკეთესი გავხდე, უნდა გავაკეთო 12 მაინც. ანუ 10-ზე მეტი. ნუ 11, 20. არა და არა. თურმე რა ყოფილა. მაგალითად, ადრე, ნუ თვეში რამდენჯერმე ვეწეოდი მარიხუანას. და ყოველ ჯერზე როცა მე მას მოვწევდი, ვუბრუნდებოდი იმ ძალიან ცუდ ვერსიას, რომელიც ეწეოდა. ყოველ ჯერზე, როცა ვარღვევდი ჩემს ასე ვთქვათ სტრეიქს. იგივე ეხება ნებისმიერ მავნეჩვევას. მაგალითად, თუ შენ უკვე 1 წელია არ ეწევი არაფერს, ყოველ დღე შენ ხარ უკეთესი. მაგალითად, 500 დღე არ ეწევი. ხვალ იქნება 501 დღე. ანუ უკვე 501 დღით ხარ უკეთესი ვიდრე იყავი 500 დღით. ზუსტად ესაა გაელვება, რომ უნდა აკეთო სწორი მოქმედება ყოველ დღე და როცა გროვდება ეს სწორი მოქმედებები, ყოველ დღე ავტომატურად ხდები უკეთესი. დადე ვიდეო ყოველ დღე 1 წლის განმავლობაში და შეადარე ახლა იგივე, ანუ ხო ვარდებ 1 ვიდეოს დებ დღეში. არა აუცილებელი უკეთესი რო გახდე დღეში 2 დადო. არა, უბრალოდ საკმარისი ხანი აკეთე ეგ ვიდეო მაგალითად ყოველ დღე და 1 წელიწადში 365 ვიდეო გექნება, 2 წელიწადში რამდენი გექნება? 2-ჯერ მეტი. ანუ იგივე მოქმედება უნდა აკეთო, უბრალოდ საკმარისი ხანი. და ავტომატურად ხდები უკეთესი ყოველ დღე ვიდრე იყავი წინა დღეებში. და ეს პროცესი არასდროს არ უნდა შეწყვიტო. როგორც კი შენ ამ პროცესს შეწყვეტ, შენ უბრუნდები იმ ძველ წარუმატებელ ვერსიას და ყველაფერს იწყებ თავიდან.